20 შემდეგ ისევ საქართველოს თბილისში შოპენის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსის მონაწილე თეკენჯისყა გაიმართა. 22 მონაწილიდან კონკურსის შედეგად შეირჩევა 1 ლაურეატი და 5 დიპლომის მფლობელი. გამარჯვებულები პოლონეთში შოპენის კონკურსზე გაემგზავრებიან და ვალერიან შილკაშვილთან ერთად დაუკრავენ შოპენის სახლ-მუზეუმში. შემდეგ კი მონაწილეობას მიიღებენ შოპენის საერთაშორისო კონკურსში. დანარჩენი 5 გამარჯვებული კი კონცერტებს იტალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და გერმანიაში გამართავს. ჩვენ ავარჩევთ ხელოვნების აკადემიის პირველ სტიპენდიანტს, ასევე შოპენის კონკურსის გამარჯვებული გაემგზავრება ჩემთან ერთად დაუკრავს პოლონეთში შოპენის როიალზე, ასევე ექნება კონცერტები შვეიცარიაში, იტალიაში და გერმანიაში. ძალიან საინტერესო კონკურსია. პირველად ვიღებ მონაწილეობას, გამარჯვების შემთხვევაში გამარჯვებული მიემგზავრება პოლონეთში. ძალიან მონდომებით მემზადებოდი და მესადინეობდი. მე ვასრულებ პაგანინი ლისტის მეორე ეწუთს, მე შოპენის მერვე ეწუთს და შოპენის ბრწყინვალე ვარიაციებს.